მაპატიეთ, ახლა ჩემს არაერთ მაყურებელს გოლი უნდა დავწყვიტო. ინტერნეტში შეგიძლიათ წააწყდეთ სენსაციურ ფოტოებს, რომელთა მიზანია თქვენს წარმოსახვაზე და გრძნობებზე იმოქმედოს. თუმცა ეს ფოტოები მხოლოდ და მხოლოდ მისტიფიკაციაა. არ ღირს ყველაფრის დაჯერება, რასაც ხედავთ, რასაც ისმენთ, რასაც კითხულობთ. პირდაპირ ახლა მოგიყვებით იმ ისტორიულ ფოტოებსა და ფაქტებზე, რომლებიც სინამდვილეში ჩვეულებრივი ფეიკია. ქალები ირანის შაჰის ჰარამხანიდან. წლების განმავლობაში ინტერნეტ მომხმარებლები კარგად ხალისობდნენ აღმოსავლურ სამოსელში გამოწყობილ კაცის მაგვარ ქალებზე, ვინტაჟური ფოტოებიდან, გადაბმული წარბებით და ულვაშებით. ამ ფოტოების აღწერები გვამცნობს, რომ ეს ქალები სპარსეთის შაჰის ნასერ ad-დინის ჰარამხანიდან არიან და რომ იმ ეპოქაში მშვენიერებაზე მაშინდელი წარმოდგენით და შაჰის გემოვნებით ულამაზეს ქალებად ითვლებოდნენ. მაგრამ ეს ტყუილია. ამ და სხვა მსგავს ფოტოზე მსახიობი მამაკაცები პოზიორობენ. საქმე ის არის, რომ სპარსეთის შაჰს მე-19 საუკუნის აღმოსავლელი მმართველის კვალობაზე საკმაოდ პროგრესული შეხედულებები ჰქონდა და თეატრზე გიждდებოდა. მაგრამ ამავე დროს შაჰი ისლამის კანონებითაც იყო შეზღუდული, რომელიც ქალების ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში რბილად რომ თქვათ არ მიესალმებოდა. ამიტომ შაჰის თეატრში ქალების როლებსაც კაცები ასრულებდნენ. ჯონ კენედის და მერლინ მონროს რომანტიკული ფოტო. ლეგენდის თანახმად ეს ფოტო ჩუმად არის გადაღებული და ის უამრავი წელია ინტერნეტში ვრცელდება. ამ ფოტოთი ამტკიცებენ, რომ ჰოლივუდის სექს სიმბოლო და შეერთებული შტატების პრეზიდენტი ნამდვილად საყვარლები იყვნენ. ეს შესაძლოა ასეც იყოს. ამის უარყოფას აქ არ ვაპირებ, მაგრამ ეს ფოტო ნამდვილად ფეიკია. ეს არის დადგმული კადრი. მასზე ასახული ადამიანები მერლინის და ჯონის ორეულები არიან და შემიძლია ფოტოგრაფის ვინაობას დაგისახელოთ. ელისონ ჯექსონი, ფოტოგრაფი, რომელმაც სახელი სწორედ ამ ტიპის ფოტოებით გაითქვა. ჯონ კენედის კიდევ ერთი ფოტო. ამჯერად მისი მკვლელობის მომენტის. ეს უცნობილესი კადრი, დარწმუნებული ვარ, ყველას ნანახი გაქვთ. გადაღებულია მკვლელობიდან სულ რამდენიმე წამში. თითქოს, მაგრამ უბრალოდ დავფიქრდეთ, ფოტოგრაფი იმ წამს იმ ადგილას მოძრავ მანქანასთან რანაირად აღმოჩნდა. არც აღმოჩენილა, სინამდვილეში ეს კადრი ფილმიდანაა, სადაც კენედის მკვლელობის რეკონსტრუქციაა შექმნილი. სირიელ ბავშვს ძინავს მშობლების საფლავებს შორის. ფოტო უდავოდ გულის ამაჩუყებელია და ადამიანი წესით ბევრ რამეზე უნდა დააფიქროს. ომების სისასტიკეზე პირველ რიგში. თუმცა თავად ეს ფოტო მხოლოდ და მხოლოდ დადგმული კადრია. 25 წლის საუდელმა ფოტოგრაფმა აბდულა აზიზ ალ-ოტაიბიმ არტ პროექტი მოამზადა და სერიის ერთ-ერთი ფოტო არის ეს. სხვათა შორის ამ ფოტოს სირიასთან არანაირი კავშირი სინამდვილეში არ აქვს. არც ომთან, რადგან ავტორის ჩანაფიქრით მას მხოლოდ და მხოლოდ შვილის მშობლებისადმი მარადიული სიყვარული უნდა ეჩვენებინა. მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა ჯარისკაცი კოცნის ჯვარს. ეს სოციალურ ქსელებში პოპულარული ფოტოა და მიზნად ისახავს იმის ჩვენებას, რომ სანგარში ათეისტები არ არსებობენ და ასეთ მომენტებში ყველანი ღვთის მოშიშები ხდებიან. ფოტო მართლაც შთამბეჭდავია, მაგრამ ჯარისკაცული ლოცვა სინამდვილეში დადგმული კადრია. მისი ავტორი პროფესიონალი ფოტოხელოვანი შარიკ კარაპეტიან ვილშტეინია. წითელი არმიის მებრძოლის როლში კი გადაღებულია არმავირის თეატრის ახალგაზრდა მსახიობი. ფოტო გადაღებულია 2007 წელს და ავტორს მეორე მსოფლიო ომის ატმოსფეროს ჩვენებას სურდა. მარტინ ლუთერ კინგის შუა თითი. ეს არის ფოტო, რომელზეც მარტინ ლუთერ კინგი თითქოს შუა თითს უჩვენებს ფოტოგრაფს. ბევრი წლის განმავლობაში ამ ფოტოს აქეთ-იქით დაატარებდნენ და მისი დახმარებით ყველაზე ცნობილი უფლებადამცველის გაშავებას ცდილობდნენ. არადა ამ ფოტოს ორიგინალი სინამდვილეში სულ სხვანაირად გამოიყურება. მარტინ ლუთერ კინგი სინამდვილეში ორ თითს აჩვენებს და ეს კომბინაცია მოგეხსენებათ ვიქტორიას, ანუ გამარჯვებას ნიშნავს. ალბერტ აინშტაინი ველოსიპედზე ატომური ბომბის გამოცდის დროს. იცით, როდის შეიქმნა ეს ფოტო? სულ ახლახანს 2011 წელს. ავტორმა ყოველგვარი ბოროტი განზრახვის გარეშე შექმნა კოლაჟი, რომელიც ბევრმა ადამიანმა ნამდვილ კადრად მიიჩნია და ის ელვის სისწრაფით გავრცელდა. ზოგმა სოლიდურმა მედია გამოცემამაც კი გადაბეჭდა, რითაც თავიანთი მკითხველები შოკში ჩააგდო. ადამიანები პირველ რიგში არა ატომური ბომბის აფეთქებამ, არამედ აინშტაინის ღიმილმა გააოგნა, რომელიც კონტექსტიდან გამომდინარე აფეთქების ფონზე ბოროტ სატანისტურ ღიმილად აღიქმება. სინამდვილეში კი ამ აფეთქების და აინშტაინის ველოსიპედით სეირნობის კადრებს შორის განსხვავება მთელი 29 წელიწადია. მონტაჟის ოსტატმა ერთ ფოტოს მეორე დაადო და ამგვარი გაუგებრობა გამოიწვია. ბავშვის ტერფი დედის მუცელზე. კი, ესეც უდავოდ გულის ამაჩუყებელი კადრია, მაგრამ აქაც გული უნდა დაგწყვიტოთ.
ესეც მონტაჟია.